ის მსგავსია, მაგრამ ეს არის 1215 წელს აშენებული და შესაბამისად ეს მონასტერი იმ დროს სამრეკლო იმდროინდელი არ არის. მერე აშენდა 19 საუკუნის არის ეს მონასტერი და სხვათა შორის ნახეთ ახალი მონასტერი. აი ამ კომპლექსს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად ყოფილა სხვადასხვა დროს, ადარებს სუმელას მონასტერს. ანუ კარგი შეფუთვის შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მსგავსება იყოს. სუმელაშიც ესე არის, თუ ხართ გამყოფი, მხოლოდ გარედან უყურებთ ესეთ ნაგებობებს და შიგნით სხვა სივრცე არის. ანუ ეს ადგილი მე შემიძლია სიამაყე თქვა ეს, რომ ჭიათურაში ნომერ პირველ სანახაობად ჩაითვალა და უკვე იწყება სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ აქ ტურისტული სეგმენტი გაკეთდეს. იყო განიხილებოდა საბაგიროც სხვათა შორის, მაგრამ აქ ვერ გაკეთდა ეს. იყო პროექტის ცდელობა, რომ გაკეთებულიყო ფუნიკული ორიც, აი ესე, მაგრამ ერთადერთი რაც არის კიბეების გაფართოებაზეა საუბარი და ალბათ მალე ამას ტურიზმის დეპარტამენტი გააკეთებს. ეხლა რა მოხდა? 1295 წელს ეს ტაძარი რომ აშენდა, ფაქტიურად ეს მთელი სივრცე თავიდან ბოლომდე იყო სუროთი დაფარული. ამ ტერიტორიაზე ნამყოფი არის სამოგზაუროთ არა, არც ნიუკაზის კურსდამთავრებული იყო ჯალალედინი. და შესაბამისად ჯალალედინმა აქ რო გაიარა, არის ცნობები იმის შესახებ, რომ ხმალი შეწირა მრავალძავსო და მართლაც არის იდენტიფიცირებული, რომ ჯალალედინის ხმალი მრავალძავში შეწირული არის ქუთაისის მუზეუმში. მე რო გაჩვენებდით, კარგი მუზეუმია. შესწირა, იმიტომ შესწირა, რომ როდესაც გადადიოდა აქედან და რაჭის დაპყრობა უნდოდა, წამოვიდა სერიოზული ნისლი და მთელი ეს ჯარი თავისი ჩაუვარდა იქ გადასავარდნებში და მე უთხრეს, რომ თუ თქვენ ამ ტაძარს გვერდსაული და წმინდა გიორგის არ გააბრაზებთ და წახვალ თქვენს გზაზე და სხვათა შორის სხვა მიმართულებით წავიდა იქ ყაბარდოში გადავიდა და არა საქართველოში, მაგ შემთხვევაში ნისლიც გაიხსნება და არაფერი არ დაგემართება და თუ პირდაპირ წახვალ ტაძრისკენო, მაინც 2 დღის განმავლობაში ცდილობდა წასვლა, ვერ წავიდა და აქ უნდა დამოსვა. არა, აქ ვერ მოვიდა და მაგასაც გეტყვით. და ფიზიკურად ის ხმალი შეწირა მე მრავალძავსო, ფიზიკურად ჯარი არ გაუნადგურდა. აქ რატო ვერ მოვიდა, იცით? არ იყვნენ მაშინ ჩამშვებები. აქ რო გაიარა, როგორც ჩანს, არავის არ უთქვას, რომ იქ ტაძარია უცხო. ტაძარი რო ცოდნოდათ, რომ აქ იყო, მაგრამ ნახეთ მისასვლელი როგორ იყო. ასეთი მისასვლელი კი არ იყო. აქ წლების განმავლობაში ასასვლელი იყო ერთადერთი აი ეს გზა, აი ნახეთ, აი ეს ბუნებრივი ტერასა, იქაც ზღვისპირია, აი ესე მოდიოდი, შედიოდი ტაძარში. რა გამოვიდა ამას? ო, ჩარი ამოვიდა. დაინახა კიდევაც და